დღეს ისეთ რაღაცებს გაიგებთ. ბურძგლები ყავღზე დაგიდგებათ და ყურებიც ესე ელფებივით წაგიწვეტიანდება. გახსნა ჩვენმა ბატონმა შოთამ და დავინახეთ იქ ეს დუბაის ჯღანი რაღაცეები რო არ იყიდოთ მეთქი, მაგრამ არავინ არ მიჯერთ. გავარდა წაეკიდა რაღაც ცეცხლის აშინელი და ანუ ნებისმიერი რა Apple-ის პროდუქცია მე დუბაის რეგიონისთვის რაც არის, მე ხელს არ ვკიდებ რა. Apple-ის რაღაცეებს თუ დუბაიში ჯალიჯონე რაღაცეებს ეგ უკვე, იმიტომ რომ ამას ცეცხლი რო იყიდება, რაც არ უნდა წყალი აზრი არ აქვს. იწვის ბოლომდე, სანამ არ დაიწვება. რა თქმა უნდა, ვაშლის მოყვარულები ამას არც არასდროს არ იტყვიან და ვერც გაიგებენ და ვერც მიხვდებიან მანამდე, სანამ თავის კომპიუტერს არ დაშლიან გასაწმენდად. ჩემი 16 ინჩიანი Apple-ის ოფიციალურ ცენტრში, მაღაზიაში, დუბაიში ნაყიდი. ტატამ ეხა ზარები და გონგი იქნება რა. კიდევ ერთხელ თავიდან მიმეორებ. არანაირ რიტეილში, არანაირ ოფიციალურ დისტრიბუციაში და საერთოდ არსად. დუბაიში პირდაპირ App Store-ში, Apple Store-ში, ესე ვთქვათ, შეძენილი ჩემი ხო გახსოვთ თუ დაჟე ვიდეოებიც დავდე როგორ ყიდულობდი ისტორიები და ყველაფერი. ანუ ოფიციალურად ყველაფერი რა, 16 ინჩიანი. მოვიტანე დღეს ბატონ შოთასთან, რომ კულერები გეგმიურად გაგვეწმინდა და შეგვემოწმებინა იქ თერმოპასტები და მამაძაღლობები რაღაც მოსლაბებული ხო არა აქ პერედოქში. გახსნა ჩვენმა ბატონმა შოთამ და დავინახეთ იქ თითების ანაბეჭდები, შიგნით. ნუ თავიდან მეთქი ეხლა არა შანსი არ არის ეხლა ოფიციალურ მაღაზიაში ნაყიდი და რაღაცა და კი ძმაო მოდი ნახეო და დავაკვირდით ეხლა და ნენა რას ვაკვირდებით შიგა და შიგ და ვინტებს თავები ცოტა მოცვეთილი, მოფუჭებული, რაღაცა ლუფტები და აგერ არის ჩვენი პაციენტი, აგერ დევს. ანუ გამოდის რა? იქ, ეხლა ჩვენ როგორც ვფჭობთ, ხო? გამოდის რა? იქ ვიღაცა მამაძაღლი დედა აღარ ვიტყვი რანაირი, ხო? დედაზე ადრე უფრო სწორედ. შიგნით ვიღაცა ვირთხა, რომელსაც კონტროლი ვაფშე მაგარი კიდია, გამოდის რომ რა, გაფუჭებული ლეპტოპი მოიტანა, Apple-ის ქსელში გააправა, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ამ ლეპტოპს რეალურად უნდა ქონოდა სტიკერი როგორც refurbished-ი, ქსელში ოფიციალურად რო გადამოწყვდება, ან renew ვერსია, ან refurbished-ი, შეკეთებული ან რაღაცა, მაგრამ როდესაც თანამშრომელი იქ მუშაობს და წვდომა აქვს ამ ქსელზე, შეუძლია მამაძაღლობა და აი ამ refurbished laptops გაუправოს ქსელში, ოფიციალურ Apple-ის ქსელში გააправოს და დააწერინოს, რომ ეს ლეპტოპი ახალია. მაგრამ გამოჩნდა, როგორც ვნახეთ, აგერ დავშალეთ და ეს ლეპტოპი უკვე გახსნილია და შეკეთებულიც არის და აგერ ეხლა ვაკვირდებით და დაჟე მიკროსხემაც არის შეცვლილი რაღაცა. სავარაუდოდ ფეხები აქვს ცოტა სხვანაირად, რავი, თვითონ უკეთესად იცის და იტყვის კიდევაც. აბაგის მოკლედ და ერთი სიტყვით სულ ყოველთვის ვიძახი ხოლმე რომ ანუ აი ეს დუბაის ჯღანი რაღაცეები რო არ იყიდოთ მეთქი, მაგრამ არავინ არ მიჯერთ, არ მიჯერებთ. ეს არის უკვე რამოდენიმე შემთხვევა, რასაც ანუ შევხვდი წავაწყდი არაერთი იმენა დუბაისია. იმენა აი დუბაის ნივთებზე მაქვს აი ეს რაც შევხვდა რა. აი პროსტო ჩვენ არაფერი შეხება არ გქონია ხო ამასთან ხო ერთად გავხსენით გავხადეთ ხუთი ჩემი გახსნილია აქ ფიზიკურად ანუ აქ თითებს ჩვენ ვერ დავადებდით აქედან გამომდინარე ერთი შემთხვევა მქონდა ტელეფონზე რომელიც იყო ისევ დუბაიში შეძენილი იქაც App Store-ში და უკანა შუშა გაუტყდა მომხმარებელს რომ მომიტანა და რო გავხსენი უბრალოდ აი შიგნით დამხვდა ისეთი რაღაცა აი შტაბიჭდილება მქონდა რომ ეს ტელეფონი იყო დაშლილი რა ვიცი აი რამოდენიმეჯერ რა ფრანკენშტეინის ტელეფონი თვითონ აი პატარა ის ხო რა პატარა შიშინია ეს ჭანჭიკები და რაღაცები და დაცვეთილი იყო ანუ 1-2 ბოლტს რაც იყო ჭანჭიკს ვერ უშვებდი საერთოდ რა და ანუ პროსტო ნუ ხო რა თქმა უნდა შეუკეთე გაუკეთე ყველაფერი და წასაღებად რომ მოვიდა ნუ კითხე რა რომ მეთქი ან საჩეიძინე ან როგორ ანუ ინტერესი მქონდა რა რომ ანუ მეთქი
რატო უნდა ყოფილიყო ესეთი რაღაცა? იმიტომ რომ ანუ ეხლა ამერიკული მოდელები ძალიან ბევრი მოქვს დაშლილი რა, ანუ რა ვიცი, ამდენი წელია და ეგეთი რაღაც არ შემხვედრია რა, რომ ახალი, რო ვიცი ეხლა საშინაუროთაც, სამეგობროდაც და ვიღაცას რაღაცა გავფუჭებია და შეკეთება მომიხდენია, მსგავსი რაღაც არ მქონია, არ მინახავს არასდროს რა. და ნუ ამ ადამიანს რომ გამოველაპარაკე და რო ვკითხე რომ სად გაქვს შეძენილი და რაღაცა პასუხი დამებონა რომ დუბაის App Store-შიო რა მე გავხსენიო მე ვიყიდეო იმენა ახალიო რაღაცაო ხო და ნუ მეთქი რავი ესე და ესეა მეთქი რა უნდა გითხრა მეთქი რა რომ ისე ძარ ისეთი შთაბეჭდილება დამჭა მეთქი რომ რამოდენიმეჯერ იყო დაშლილი ეს ტელეფონი მეთქი იმიტომ რომ 1-2 ჭანჭიკი აი ძლივს მოხსენი მეთქი იმის გამო რომ მოცვეთილი იყო მეთქი მოსაჭიდებელი არ ქონა რომ მოგვეხსნა მეთქი რა ხელსაწყოთითო თვითონაც რაღაც აღშფოთ და რაღაც შეწუხებული ხო ეხლა რა თქმა უნდა მიიღებ და შეწუხებულ სახესა ტიპი მივიდა დუბაიში ბიჭო ვიცი რა იყიდა App Store-ში რაღაცა და ეჩითება ესეთი რაღაცა მაგრამ აი იმას მაგას ვიძახი რა ზუსტად 2 წლის უკან ვიყავი დუბაიში პირადად მე ანუ რაღაც წასული ვიყავი, თან მეთქი დავიცვენებ, თან რაღაც ცოტა რაღაცებს შევიცნობ, რაღაც მაინტერესებდა რა ყოველთვის, ნუ იმიტომ რომ აი ძალიან დიდი აჟიოტაჟი იყო, რომ აი დუბაი რაღაც და რეალურად ანუ დუბაიში არ მუშაობს თვითონ დუბაი, ანუ როგორ თქვა რა. ეგენი არ მუშაობენ რა ეგენი, რა ძირითადად მუშაობს უა ესე შემოყრილი საზოგადოება და თვითონ ეგენი ჩალიჩობენ რა. ისეთი რაღაცეები ვნახე იქ მე, რომ ანუ აი ცოტა შემერყა ფსიქიკა და მე მაშინ დავწმუნდი მაგას არის კადრებს ხო მაშინ დავწმუნდი რომ აი დუბაიში ნაწილი იქნება თუ რა იქნება რა ვიცი ანუ გინდაც რა ის მაკი ანუ ნებისმიერი რა Apple-ის პროდუქცია მე დუბაის რეგიონისთვის რაც არის მე ხელს არ ვკიდებ რა არ მიყვარს ანუ იმიტომ რომ ესეთი რაღაცები რომ შემემთხვა და რო ვნახე უბრალოდ რა ვიცი მაგრად ეხავს რა ანუ Apple-ში შედიხარ ყიდულობ ახალ MacBooks შენ თვითონ ხსნი ყველაფერს აკეთებ და ეხლა უცებ ხსნით და აი მიშა მინდა რომ ეს დამიზუნო რა არ გამოჩნდება ფიზიკურად პროსტა აი შუქზე უნდა გამოჩნდეს რა აი აქ ნათითურები რა აი აქ რაღაც კუთხეს თუ გავარტყით გამოჩნდება მაგრამ შენ სავარაუდოდ არ გამოჩნდება აი ამ ადგილზე არის ნათითურები ანუ აქ ფიზიკურად არც ვეხებით დაგხვდა პირდაპირ და ნუ აქაც ეხა კამერაზე არ გამოჩნდება შანსი არ არის აი აქაც ეს მიკროსკოპში აგერ ამ მიკროსკოპში ჩავხედეთ და აი აქ მიკროსხემაზე გადაცხელებულია. აი ეს არის შეცვლილი. ანუ ფეხები არა ქარხნულად არის გაკეთებული და შეცვლილს გავს რა. და ნუ თვითონ ვინტის ლუფტები, თავები მოწვეთილი აქვს ზოგ ადგილებში და ასე შემდეგ. თქვი ბატონოშოთ. ორიოდეს თქვით. ეხლა ეფლიპტენის რაღაცეებს თუ დუბაიში ჩალიჩომე რაღაცების ეგ გინდა გაიგო რა ხდება კადრს მიიღო ჩემ მრავალწლიანი გამოცდილება პროფესიული საიდუმლოებები და ცხოვრებისეული ლაივ ხაკები ერთ სივრცეში მოვაქციე ხშირად მეკითხებით როგორ ქმნი რას ფიქრობ მუშაობისას და რა მასწავლა ძლება ამიტომ გადავწყვიტე ჩემი ფიქრები გაგიზიაროთ წარმოგიდგენთ ექსკლუზიურ ვიდეო პლეილისტს ხმამაღლა გაფიქრებულს რომელსაც ვერსად ნახავთ გარდა ჩემი ვებგვერდისა აუცილებლად გადადი ლინკზე www.mikhail.online შედიხარ ონლაინ კურსებზე და ირჩევ ხმამაღლა გაფიქრებულს. რეგისტრაცია ძალიან მარტივია, უბრალოდ დააჭერ შესვლას, დარეგისტრირდები და მორჩა. ლინკი აღწერილობაშია. ახლა კი დავუბრუნდეთ ვიდეოს. თქვენ თავად გამოიტანეთ. სავარაუდოდ ეს არის იქაური ღრძო. მეც მაგას ვფიქრობ, რომ შიგნით ვიღაც ჩალიჩობს რა. იმიტომ რომ ეხა დარწმუნებული ვარ რომ Apple-ს ეხა არც ნაწილი უჭირს ამის. არა, ეგ ეხა. აი მაგას არც წარმოუდგენია რომ რაღაცა Apple-ში რომ ეს რაღაცა გაიჩითოს რა. ხო, არა. დაჟე ყველაზე გადაობა ის არის რომ ანუ ამ შენ MacBook-ს რო ვამოწვევ ანუ სერვერზე ანუ სპეციალურ სერვერი რაცა რაშიც თანხას ვიხდით რომ შევამოწმოთ ანუ დოსიე ეგრეთ წოდებული. ანუ ყველაფერი გაправებული აქვს, მაგრამ ერთი შეცდომა აქვს მაინც დაშვებული ტიპს რა, ხო? ხო, რიტეილშია გატარებული. ხო. ანუ ჩვენი ლეპტოპი, ეს ლეპტოპი გატარებულია რიტეილში, ანუ მაღაზიაში ნაყიდი ჩანს რა და არა Apple-ის სერვის ცენტრში კი Apple-ის
როდესაც ანუ Apple-ში ყიდულობ, ანუ ოფიციალურად საერთოდ ზოგადად როგორც წესი არის. ანუ ყიდვის თარიღი, ყიდვის დრო, სად არის შეძენილი, აბსოლუტურად ყველაფერი წერია ხოლმე რა. ანუ რა მოხდება ეხლა ეს რომ წავიდო დუბაიში და მივიდე და უთხრა რომ აი ესე აღმოჩნდა მეთქი. კარგი ეხლა თქვენ ანუ ეს რომ მიიტანო და ცოტა რაღაცა გააჯაზო, მე ვფიქრობ რომ აი ნახე უყურე გავაჯაზე. და ნუ კარგი მითხრეს რომ ეს ძმაო თქვათ შენი დაშლილია. კარგი, ოკეი, whatever, ჩემი დაშლილია. მაშინ ვეთქვი რომ შეამოწმე ძმაო ქსელში სად არის გატარებული ნაყიდი. ხო? ხო, მაგრამ ეხლა შენ ხო იცი რომ მაგას არ ჭამენ ეხა იგენი და სანამ შენ მიხვალ ამ ინფორმაციას რომ გადაცემდა კი ბატონო მიშა დაგიკავშირდებით. ის ჯიგრები გადაასწორებენ მაგათ ხელში ანუ Apple-ში როცა მუშაობ ზოგადად ანუ გააქვს უფრო მეტი წვდომა ვიდრე ესე. გავიგე, მაგრამ თავისი ინტერესიც ხო აქვს რომ კრისა აღმოაჩინონ არა? აუ მაგრად კიდია რა. კაი მიშა რა, მე გადავები. იმ საწყობის უფროსიც გასტავკული. მე რამდენი iPhone-დან გვაბოლებენ და გვაჭმევენ რომ იცენ iPhone, just an iPhone. მე რამდენია? ანუ XS ერთი და იგივე იყო 12 აი რა 1 12 რა სხვაობები მოხდეს მითხარი 15 და 16-ში რა მოხდეს სხვაობა ღილა კი რო დაგვიმატეს არაფერი აპდეიტამდე გიფუჭებენ პახოდუ ეხა როგორც მე ბატარეიკა გამიფუჭეს პროსტა აპდეიტიდან აპდეიტზე ანუ კომპიუტერი რისთვის მოვიტანე ეხა ზოგადად არ მუშაობს რეალურად, ანუ როცა ვიყიდე თავიდან და ეხლა იგივე რაღაცებს ვაკეთებდით, ხო? ჩემი დავინჩი ფერების გასწორება და რაღაცა, აშკარად რო ვიყიდე, ისეთნაირად არ მუშაობს და ყოველ აპდეიტზე ბატარეიკას 2%-ით, 1%-ით, 3%-ით ესე ავტომატურად აფუჭებენ. აი ფიზიკურად ბატარეიკა ეგრე არ ფუჭდება, როგორც თვითონ გიკლებენ პროცენტებს. მერე ისია შიგნიდანაც მოწყობილი, ეხლა მე იმდენად არ ვიცი, ესე მეცნიერულ დონეზე როგორც შოთა, მაგრამ რო ხედავს ლეპტოპი და სქემატურად არქიტექტურა რო ხედავს, რომ ბატარეიკას ამპერაჟი დაკლებული აქვს, შესაბამისად ჰერცებს და პროცესორულ რესურსს გიმცირებენ, რომ თვითონ რაღაცა ის გიმცირებს, ანუ როგორი რაღაცაა იცი, ანუ ყובה აღარ ყოფნის თვითონ დაფას რა, ანუ მაზერს რა და აქედან გამომდინარე მე ნელდება უკვე რა. აგდებს ამ ჰერცებს და ყველაფერს, რომ ანუ ყובה არ ყოფნის ახლა რა, აი რო გჭირდება შენ რაღაც რო უნდა რაღაცამ დაგაკმაყოფილოს 9 ლიტრმა წყალმა მთელი დღის განმავლობაში, ხო? ანუ ამასაც ანუ ესია ჭირდება რომ ანუ კონდეს რაღაცა მაქსიმალურად ყובה ანუ ისე კონდეს როგორც არის გათვლილი რა. ეხლა დაახლოებით ამას 8000 მAh-მდე უნდა კონდეს ელემენტი. საერთო ჯამში ახლა. ნუ 8000-მდე რა ესე ვთქვათ რა. და 7000-დან 8000-დან რო ჩამოდის უკვე 6-იანს რო ხედავთ ციფრებში. ანუ ეგ უკვე საკმაოდ, ანუ რეალურად ეს კიდე იმდენად რეალურად სწორად ვერ დაგვიწევს ჩემი აზრით, იმიტომ რომ ну მაინც ელემენტია, მაინც რესურსიანი ტიპია, რაც არ უნდა იყოს, მოდი რა. კი, ბაზარი არ არის, რომ ანუ Apple გვიბანძებს, ანუ ამ ელემენტს, ამ აპდეიტებზე და იმაზე. მაგრამ ანუ პრობლემა რა არის, იცი კიდე? ანუ Apple-მა რო გითხრას, რომ შენ ზუსტად აი 6 თვეში შენ ეს ელემენტი რო გაუშვათ max performance-ზე და იმუშაოს max performance-ზე და შენ 6 თვის შემდგომ ელემენტი გექნება შესაძლებელი, შენ მაგას ხელს არ მოაწერ. იმიტომ რომ ანუ აი ეს რატო არის ეს რაღაცეები რომ ანუ აი ეს არა, კაი, ერთი კიდე თემა ის არის რომ ანუ ელემენტის შეცვლაზე პრობლემა რატოა მე დღესაც ვერ ხვდები. ბიჭო, მე მოვახსნე ხელს, იმიტომ რომ მე ეს თქვათ ეს მაჭმევს ახლა მე და ეს მაცხოვრებს ამითი მუშაობ თქვათ და ამითი ფულს ვაკეთებ. მე მოვაწერ, მაგრამ 90% არ მოაწევს, მაგრამ მეორე კითხვა ნახე უყურე ეს ლეპტოპი ახლა კარგი ამპერაჟი დაგდებული აქვს და ბატარეიკა არ მუშაობს ისე როგორც საჭიროა და პლატას თქვათ არ ყოფნის ამპერაჟი. მე თუ მუდმივად დამტენზე შეერთებული მაქვს. მაგ დროს მაინც დავარდნილი ამპერაჟი მაგმომენტში რა ხდება, იცი, ყובას აძლევ შენ MacBooks, მაგრამ ანუ ნახე ამ შემთხვევაში უკვე როდესაც ელემენტს დაკარგული აქვს ამპერა, ანუ ეს მილიამპერები მოკლებული რო არის. შედარებით, ანუ შიგნით, ანუ დუღილის პერიოდის ანუ ის თulis მაინც საჭიროა, ანუ ცხელდება რა, აცხელებს, ანუ მაგ მომენტში ხდება უფრო ცუდია რა, ეგ უფრო მაგ მომენტში. ანუ ის ახლა სქემატურად ბატარეიკასაც იცავს, რომ რაღაცა ცეცხლი არ გაუჩნდეს ან რაღაცა და თუნდაც USB-ზე შეერთებული, მაინც იმ სიძლიერეს აღარ გაძლევს. არა.
არ მოგცემ. და არის კიდე ისეთი შემთხვევები, რომ რაღაც პერიოდის შემდგომ, ეხა არ ვიცი ზუსტად ამას რამდენი აქვს, ციკლი და რაღაც გავლილი, მაგრამ რაღაცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, ავტომატურად ელემენტს აქვს რაღაცა ის რა, ძველებური ვიკლუჩაწელივით რა. რობილნიკი რა, ეგრეთ წოდებული რა, რომ თიშავს საერთოდ ვაფშე, კვებას აღარ ატარებს. რომ იმ დაბალ საფეხურზე რო ჩამოდის უკვე, ამას დაყოფილი აქვს თან ნიშნა რა. ქიმია რო არ შეიცვალოს და რამეს ხანძარი რო არ გაუშვდეს, იმიტომ რომ ამას ცეცხლი რო ეკიდება, რაც არ უნდა წყალი აზრი არა აქვს. იწვის ბოლომდე, სანამ არ დაიწვება, მანამდე უკიდია და უკიდია რა. თან მე მქონდა ერთი რამოდენიმე შემთხვევა ეგეთი, მომხმარებელმა მომიტანა iPhone 8 Plus-ი ქონდა, ესე იყო ამობერილი, იმენა ბოლომდე გადარჩენილი იყო ეკრანი და როგორც კი ქვედა ჭანჭიკები მოხსენი რომ ეკრანი ამოგვეწია, როგორც ჩანს იმ ხელაზე იყო გაბერილი რომ ეკრანის სამაგრები რაც არის, ამ ელემენტზე იყო უკვე გასმული, გაჭრილი ქონდა. და უკვე ეს რკინა და ეს რომ მიედო ახსნის მომენტში. გავარდა, წაეკიდა რაღაც ცეცხლის აშინელი და წარმოიდგინე, რამხელა ელემენტია, უნდა ფიქსელი მოგიტანო ძველი ეგეთი გაბერილი. გზაშია ჯერ. სადღაც დაახლოებით ამ ზომის ელემენტით. ეხლა 50 კვადრატი ყველა ვიცით რამხელა ფართობი. რეაქტიული წარმოიდგინე, 50 კვადრატში კაც ვერ დაინახავდი ისეთ კვამს უშვებს თან რა. დიმოუშკას. რაღაც წყალი ვასხიცი რამდენი მე ჩემთვის მეცდა ისეთი შემთხვევა იყო რომ ხვდები თავდაპირველად რომ არ ქონე უცებ ინსტინქტურად რაღაც ხომ უნდა გააკეთო და წყალს ვასხავ არა აზრი არა უკიდია ბოლომდე რა. ხო და ეგეთ ნახა მივხედოთ უკვე ჩავხედოთ დეტალურად უკნიდან უკანა მხარეს ასურპრიზი დაგვხდება მე ეგ მაინტერესებს უფრო რა სურპრიზი მოგვიმზადა კიდე პაკისტანელებმა ხო და რა ვიცი ჩემი რჩევა იქნება ხალხო რომ რა ვიცი რა მოეშვათ ამ დუბაის და რაღაც ნაწარმებს რა ისეთი რაღაცაა რომ ევროპული ქონია შემთხვევა ევროპულში არ მქონია არანაირი შემთხვევა და გეტყვი ახლა თუ ევროპაში იმდენად ცოტა მაგდენს ვერ ტვინავენ რა მოდი ესე მენტალურად არც მოიაზრებენ ეგეთ რაღაცას ხვდები არა აქვთ რა ეგ მენტალობაში რომ ეს რაღაცა იჩალი ჩვენ ყველაზე კარგი სახელია ყველგან არიან რა თქმა უნდა გერმანიაშია ყველაზე გერმანია კი იმიტომ რომ ძალიან ისეთი თემაა რა მანდრა და აქედან გამომდინარე ევროპულში არ მქონია არასოდეს მსგავსი შემთხვევა დუბაის მე რამდენი შემთხვევა უკვე და რა ვიცი ყველას ვაფრთხილებ ხოლმე რომ დუბაის თემიდან მოშორდით. კაი ბატონო, დავშალოთ. არ იყიდოთ, დაჟე დუბაის ვერსიას ჩინური ვერსია იყიდოთ ჯობია. ორიგინალი ჩინური ოღონდ რა ის ჩინურ iPhone-ზე არ წახვიდეთ ის 200 ლარი როგერს და რაღაც. iPhone-ს რო გავს და რაღაც ეგეთები არ გვინდა. მეცადი. აბა ვნახოთ თუ გამოჩნდება მეორე ჩართვა. ახალი სიურპრიზი აღმოვაჩინეთ კიდე ვინდს თავი გაფუჭებული აქვს. ჩანს თუ არა არ ვიცი, მაგრამ იმედია რომ გამოჩნდება. არ ვიცი, ნახოთ. თუ გამოჩნდა, კარგი იქნება, მაგრამ ვინც თავი აშკარად მოწყვეტილი აქვს. შუა დაშლის პროცესში აღმოჩნდა კიდევ ეს ახალი სიურპრიზი. კარგი, დაველოდოთ შემდეგ ჩართვას კიდევ ახალ სიურპრიზებს. რამოდენიმე ვარიანტი მაქვს, როგორც შეიძლება მომხდარიყო ეს ამბავი, მაგრამ მთელი უბედურება იმაშია, რომ საბოლოო ჯამში მაინც Apple-ის ბრალია, ეხლა გეტყვით რატო. მოდი ჯერ 1-2 ვარიანტი განვიხილოთ და მერე შევაჯამოთ, ესე ვთქვათ. კიდევ ერთხელ დავაზუსტებ და გავიმეორებ. ვისაც სტორიები არ აქვს ნანახი და ვიდეო არ აქვს ნანახი, მათთვის ვაზუსტებ. ანუ დუბაიში ოფიციალურ Apple Store-ში არ არის არც რესელერი, არც რიტეილი და მსგავსი რაღაცა სხვა third-party მაღაზია. ოფიციალური უდიდესი Apple Store-ია, რამოდენიმე სართულიანი დუბაის მოლში, ვინც ნამყოფია, იცის და დამეთანხმება კიდევაც. შევედი, ჩვეულებრივად უთხარი ეს კონფიგურაცია, მინდა 16 ინჩიანი MacBook-ი, კი ბატონო და როგორც ჩვევიათ ხოლმე მალოდინეს რა თქმა უნდა არ ვიცი შეიძლება ამ ლოდინში იმამაძაღლეს უკვე ეს ყველაფერი და შეამზადეს ამას ვერც ვერავინ ვერც გაიგებს და ვერც იტყვის
მაგრამ ამოიტანეს როგორც იქნა, ჩვეულებრივად ახალი არანაირი რეფარბიშდი, არანაირი open box-ი, არანაირი renew, არაფერი საერთოდ ამოიტანეს, მომცეს, წავედი სახში, ჩვეულებრივად გახსნაც მე თვითონ გავხსენი, ეს სტიკერები მე თვითონ ავახიე, თუმცა როგორც ჩანს, საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ ქონია სტიკერი აკვრია თუ არა, იმიტომ რომ ისე ჯიგრულად შეგიფუთავს ეს შენი ოფიციალური Apple Store, რომ ვერც გაიგებს 100 წელი ვერავინ. და 2 წელი ისე გავიდა, რომ ვერც მე ვერ ვგებულობდი და იდეაშიც საერთოდ აზრათაც არ მომივიდოდა, რომ ეს ლეპტოპი შეიძლება დაშლილი, ჩაპაიკებული განაკეთები და რაღაცა ნავამაძაღლარი აღმოჩნდებოდა. მოვიტანე შოთასთან, პროსტა ამინელეს ძალიან, იმიტომ რომ ელემენტზე დააკლდა 10%, აპდეიტებით ისედაც გიფუჭებენ, ფიზიკურად ელემენტი ესე არ გაფუჭდება, მაგრამ აპდეიტით გიფუჭებენ ძალით, ეს დედანატირებები, ამ ყველაფერს ამ სიყვარულსაც ეს ემატება, ანუ არ კმაყოფილდებიან იმით, რომ ნავამაძაღლარებს გატენიან ახალში და ყიდულობს ჩვეულებრივი, ესე ვთქვათ, კეთილსინდისიერი მომხმარებელი ფულ სიხდის ახალში და საბოლოო ჯამში ტენიან ტრაქში, ესე ვთქვათ, ჩაპაიკებულს, ნაჩალიჩარს, ნავამაძაღლარს და ყველა კმაყოფილია, იცი? იმიტომ რომ YouTube-ზე ყველგან ეუნებიან, რომ შენზე ზრუნვაში ვათენებ და ვაღამებთ, რომ შენ დაგიცვა ყველანაირად და შენ ყველანაირი სიკეთე მოგცე აი ამ ლეპტოპით სიხარული და თურმე დიზაინერიც ვერ გახდები, კრეატორიც ვერ გახდები MacBook-ი თუ არა გაგდა რაღაცა და ესეც სიცრუეში გაცხოვრებენ სექტანტებო და უკაცრავად ამ სიტყვაზე, მაგრამ ნუ სხვა გზა არ მაქვს. იმიტომ რომ უაზროდ იცავთ ხოლმე და ვიცი რომ ამ ვიდეოშიც დაიცავთ. არა ეს პროსტა ისე მოხდა, მეორედ არ განმეორდება, მაგრამ შოთამ როგორც ნახეთ, მოусმინეთ დუბაიდან სხვათა შორის ძალიან ხშირი შემთხვევები ყოფილა და ალაგ-ალაგ სხვა ქვეყნებიდანაც კი. საბოლოო ჯამში მივედით იქამდე, რომ Apple-ს არანაირი ხარისხი ისედაც ხო დიდად ვერ გაგიჟდებოდი, მარტო ვაშლის მოყვარულები აქცევენ ყურადღებას ამ ხარისხს, რომელიც რეალურად არ არსებობს და რომელ ხარისხსაც თვითონვე პერიოდულად აპდეიტებით გიფუჭებენ ძალით, რომ წახვიდე მერე და ახალი იყიდო და ყველა ნაწილი ჩაპაიკებულია ისე, რომ გარანტიას არ დაექვემდებაროს და ვერაფერი ვერ შეცვალო, ვერ გამოცვალო და ასე შემდეგ. და ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ანუ ხარისხის კონტროლიც ვაფშე მაგარი კიდიათ, მაღაზიებში ისე შეუძლიათ შემოგტენონ ძველი ნაჩარი გაკეთებული ნახმარი, როგორც დაგიბარებია და შეიძლება ეს ლეპტოპი დაგიძველდეს, გადააგდო ისე, რომ ვერც ვერავინ ვერ გაიგოს და ღმერთმა უწყის, ვის რამდენი ესე აქვს გატენილი და აზზეც არ არის მოსული. და სამაგიეროდ, Apple ხო რას ლაპარაკობ, ხარისხის ეტალონია და ასე შემდეგ. ძალიან მინდა რომ ესე იყოს. ჩემი დამოკიდებულება იცით Apple-ზე, იცით რომ ამ წუთას სხვა კომპიუტერი არ მაქვს, სხვა გზაც არ მაქვს, მუშაობ მაგაზე და ნუ შევეცადე იქნებ რამენერად ცოტა ამოვასუნთქო მეთქი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ირთვება კულერი, როგორც გავსინჯეთ, კულერის ბრალი საერთოდ არ იყო, გავხსენით, არაფერი ჭუჭყიანი არ იყო, იმიტომ რომ ძალიან ისე ვიცი, აპარატურაზე გაფრთხილება და მოვლა და არც არაფრის ბრალი არ იყო. ნუ ბატარეიკა ძალით გამიფუჭეს, 15% მოაკლეს დაახლოებით 2 წლის მანძილზე, რაც არარეალურია, იმიტომ რომ დატენვის ციკლები საერთოდ არ ესადაგება მაგას, როგორც გააფუჭეს. ნუ გამიფუჭეს, კარგი, აპდეიტი მოდის, 2%-ს გართმევენ თითო აპდეიტზე, ისე რომ ნუ რეალურად ქიმია სხვანაირად მუშაობს ელემენტში და ესე არ უნდა გაფუჭდეს. კაი, ეს იქით გადავდოთ. ანუ ერთი ვარიანტი, რაც ესე ვთქვათ, შეიძლება რითიც გავამართლო Apple-ი, ეს არის ის, რომ შიგნით საწყობში ვიღაცას აქვს წვდომა ონლაინზე, ეხლა ვეგეთქვით რატო საიდან მომაქვს ეს ესე ვთქვათ გამართლება, თუმცა ჩემგან არ უნდა კონდეს Apple-ს გამართლება, მაგრამ ხო ხედავთ სექტანტებო, მაინც ვამართლებ რაღაცით. ანუ ვიღაცას იქაურს მურდეხელიანს სავარაუდოდ ინდუსი იქნება ან პაკისტანელი, საწყობში, ვისაც Apple-ის ცენტრალიზებულ ქსელზე აქვს წვდომა და შეუძლია იმამაძაღლოს და გააправოს, ესე ვთქვათ, ეს ლეპტოპი, ანუ რა მოხდა დაახლოებით და კიდე გეტყვით როგორ გავსინჯეთ ეს ყველაფერი. სავარაუდოდ ქონდა ეს ლეპტოპი ნავამაძაღლარი მოტანილი იქაურ თანამშრომელს, რომელსაც წვდომა ქონდა
ქსელზე გასაправებლად. იმიტომ რომ ქსელში, ფასიან ქსელში გადავამოწმეთ მე და შოთამ და ჩემი კომპიუტერი ფიქსირებულია retail გაყიდვაში და არა ოფიციალურ App Store-ში. ანუ მე ვიყიდე ოფიციალურ App Store-ში, მაგრამ ეს ლეპტოპი ოფიციალურ ფასიან ქსელშიც კი ჩანს, რომ retail-შია გაყიდული. ანუ განა Apple Store-ში, არამედ სხვა მაღაზიიდან არის გაყიდული. ანუ ისეთი რაღაცეები მოხდა, რომ აი რო დაგაფიქრებს მართლა ვიყავი App Store-ში და რაღაცა ეგეთ პონტი რა. ეს ვიდეოები რო არ გადამეღო, შეიძლება ეჭვით შემპარვოდა. ბარათიც დაფიქსირებული მაქვს ყველაფერი. ანუ ეხლა რო ვიყო დუბაიში, პროსტა ავდგები, მივიდოდი და აი ამ ქვითარსაც ამოვაღებინებდი მანდ რომ აქ ნაყიდი და ნაომაძაღლარი რო არის და ქსელში შევახედინებდი რომ რითეილი რატო არის დაფიქსირებული ამ ლეპტოპის გაყიდვას. ანუ რა მოხდა სავარაუდოდ? აი მრუდე დედანატირები, აი ეს პაკისტანელი ან ინდუსი, იქ ვინც მუშაობს, იქაური ხო იასნი არც ერთი არ მუშაობს და არც იკადრებს ამას იმდენი ჩაჯმამდე ფული აქვთ ეხა დუბაილები მაგას არ იკადრებენ, ხო? მოიტანა ეს შენი ჩაჯმული ნაჩალიჩარე ჩემი ლეპტოპი, ეს შენი არა, უკვე ჩემი ლეპტოპი. ჩემს მიერ ბარათის გატარების შემდეგ იქ საწყობს ჩავიდა ინფორმაცია, რომ აგერ ერთმა ბედნიერმა იყიდა და გაგისაღა ეს შენი გადაცხელებული და ნაჩალიჩარი ლეპტოპიო, ანუ რა ქნა, ქსელთან მქონდა წვდომა, ჩემი ლეპტოპი გაატარა ამ ქსელში, ანუ რა ხდება, ნახეთ, Apple-ის ქსელში, როცა შენ სერიულ ნომერს უკრიფავ ლეპტოპზე, ხო? იქ გიწერს refurbished თუა, განაკეთები თუა, იქ ოფიციალურად ფიქსირდება, იმიტომ რომ არ შეიძლება გამორიცხულია, კატეგორიულად აკრძალულია, ხო? ანუ გაატარა ჩემი ლეპტოპი ამ ქსელში გააправა ისე, რომ არც refurbished არც განაკეთებია, ახლად გაატარა და ამოიტანა და ის ახალი ლეპტოპი, რომელიც მე ვირტუალურად ესე რეალურად ვიყიდე და ფული გადავიხადე, ის დაიტოვა თვითონ. ერთადერთი გამართლება არის მხოლოდ და მხოლოდ ეს. როგორც ჩოთამ მითხრა, დუბაიში არ გირჩევთ არაფრის ყიდვას, იმიტომ რომ ძალიან მრუდეხელიანი თანამშრომლები არიან, ძალიან მათხოვრები, სხვას დაბიოები, სხვას ვერცერაფერს ვერ დაარქვე, ხა რაც ამ დისტრაკი აგინო აზრი არა აქვს, პროსტამ დაბიო ხარ რა, ეს რაღაცას რო ჩალიჩობ რა. მაგრამ მეორე მხრივ Apple-ს მაინც ვამტყუნებ, იმიტომ რომ საწყობში არ არსებობს ხარისხის კონტროლი. თუ ხარ Apple და თუ მე მაბოლებ YouTube-დან რომ ჩემზე ზრუნვაში აღამებ და ათენებ და სხვანაირად არ შეგიძლია, მაშინ კეთილი ინებე, გინდა დუბაიში იყოს და გინდა არ ვიცი, თემქაზე და მუხიანში და გლანში, თუ App Store-ი გააქვს ოფიციალური, კეთილი ინებე, წადი და გააკონტროლე. ანუ საქმე იმაშია, რომ ვაფშე მაგარი კიდი ხარ, Apple-საც და ყველასაც. ძალიან მოკლე ბაზარია აქ. და თუ იმის იმედი გაქვთ, რომ სხვა ქვეყანაში არ ხდება, მაგაში ძალიან ცდებით. Apple-ს ვაფშე მაგარი კიდია, რას მოკიდის. თავარი ის არის, რომ მარკეტინგულად გაბოლებს, ყველაზე დაცულია და შენც თვალებში ესე მოჯადოებული თვალები გაქვს, ხო, გიტრიალებს ესე რომ გიკეთებენ ხოლმე და გიხარია რა, ეგ არის და ეგ. აბსოლუტურად მაგარი მკიდია, კიდევ ერთხელ გიმეორებ, ჩემს ლეპტოპს ვაშლი ეხატება მსხალი თუ ატამი, მე ვიყენებ სუფთა საქმეში, ამ წუთას სხვა გზა არ მაქვს და იმიტომ აქვს ეს ლეპტოპი, მე ვნახოთ, რას ვიზავ, რაზე გადავალ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. ანუ Apple-ს ვაფშე მაგარი კიდი ხარ, შენ ხარ იმისთვის მხოლოდ და მხოლოდ ერთი კლიენტი, რომელსაც წელიწადნახევარში, 2 წელიწადში ავტომატურად გაგიფუჭებენ ლეპტოპს და წახვალ და სირივით კიდე ახალ სიყიდი, მაგრამ მაინც გიждები ისევ სირივით, იმიტომ რომ Apple-ის მარკეტინგი ძალიან ჯიგრულად მუშაობს და დარჩებით ესე ბოლომდე როგორც სირი აქვს Apple-ს, ეგეთივე სირი მოსახლეობა დარჩება. თუ რაღაცნაირად არ გამოხატეთ პრეტენზიები, არ მიწერეთ, არ ატეხეთ ბუნტი და ასე შემდეგ. უკავშირსაც ველოდები, თუ ვინმეს აღმოუჩენია მსგავსი რაღაც თავის ლეპტოპზე, მაშინ კი ბატონო ველკამ.